ხო დავდივართ ამ ჩვენ საყვარელ თბილისში ყოველდღიურად ქუჩაში ვაკვირდებით ამ არქიტექტურას ველს თუ ახალს ხან საცობია ხან უბედურება ხან ბედნიერება მოკლედ ტკბებით თუ არ ტკბებით ყოველ შემთხვევაში ამ ჩვენ საყვარელ ქალაქში ხშირად გვიწევს გარეთ სიარული მაგრამ არ მგონია რომ ბევრი დაფიქრებულა იმაზე რა ხდება ჩვენ ფეხქვეშ რამდენიმე მეტრის დაფიქრებულა რა დაფიქრების საშუალებაც არ გექნება იმიტომ რომ არის რაღაცა ხდება და რაზე დაფიქრებებს არ იცი ჩვენ ვიცით რომ ჩვენ ქვეშ რამდენიმე მეტრის სიღრმეზე სულ სხვა თბილისია იდუმალი ჯადოსნური სადაც მე ძალიან მინდა ჩემი ოცნება რომ ერთხელ მაინც მოხდე მაგრამ ასე მარტივი არ არის მაგრამ შენ დიგერი არ ხარ ანა და ჩვენ ამას ავხსნით რას ნიშნავს დიგერი აუცილებლად ხო მაგრამ შეგიძლია რომ თხოვო პროფესიონალ დიგერებს და წაგიყვანონ და დაგათვალიერებინონ მიწისქვეშა თბილისი რომელიც აღმოჩნდა რომ გრანდიოზულია ძალიან ლაბირინთები ბუნკერები ხო პატარა თავშესაფარი კი არ არის 1 ცალი და 2 ცალი. მთელი ქალაქია. ლაბირინთები და ხო, ქალაქი, მიწისქვეშა. და თურმე ისეთი რაღაცეებია, შიგნით ჩვენ რომ ვერ წარმოგვიდგენია და ამ კითხვებს აუცილებლად დაუსვამთ ჩვენ საინტერესო სტუმრებს და ისინი მოგვიყვებიან რა ნახეს. ხო, რა ნახეს და საერთოდ რისთვის გაკეთდა თავის დროზე ეს ყველაფერი მართლა მაინტერესებს. ფუნქცია რა ქონდა, ხო, ალბათ ეს არის მნიშვნელოვანი. მაგრამ ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს, ხო, კი ვთქვით, მაგრამ სანამ ჩვენ სტუმრებს მოვიწევთ სტუდიაში, ხომ არ ვნახოთ სიუჟეტი რომელიც სოფია სახვაძემ მოგიბზადათ არქიტექტორები, ურბანისტები, ხო, რას ფიქრობენ, აქვთ თუ არა მათ, ანუ მიწისქვეშა სამყაროს ფუნქციონირების საშუალება ექნება თუ არა მომავალში და მოკლედ ძალიან საინტერესო კითხვებზე გაგვცემენ დღეს პროფესიონალები პასუხს, ასე რომ ვნახოთ სოფია სახვაძის სიუჟეტი და დაგიბრუნდებით სტუმრებთან ერთად. საბჭოთა პერიოდიდან უსაფრთხოების თვალსაზრისით კეთდებოდა გვირაბები. მეტროს მშენებლობებიც რო იყო დიდ ქალაქებში, საბჭოთა პერიოდში რაღაც კონკრეტული განსაკუთრებული პირობებით უშვებდნენ ამას. თბილისმაც ეს დაასაბუთა თავის დროზე, რომ ჩვენ ქალაქს სჭირდება მეტრო. ისრაელი მუდმივ ომის მდგომარეობაშია და ნებისმიერ მოქალაქემ განგაშის გამოცხადების შემთხვევაში იცის რა მიმართულებით უნდა გაიქცეს, სად უნდა მივიდეს, სად უნდა თქვა ეს ეგრე არ არის, რომ ეხლა ღმერთმა დაგვიფაროს და ჩვენთან თქვა რაღაც აერო განგაში რომ გამოცხადდეს, ვინმე ვიცის რა უნდა გააკეთოს. მე მგონი ეს მისახედი საკითხი არის. ამის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ფაქტორი არის ინფორმირებულობა საზოგადოების საჭიროების შემთხვევაში რა უნდა წავიდნენ. ეს სამოქალაქო თავდაცვა არ ეხება მარტო ბირთვულია, ღმერთმა გვაშურას, რომ მაგაზე არაა საუბარი. ეს არის მიწისძვრის დროს როგორ უნდა იმოქმედოს ხალხმა პანდემიის დროს, წყალდიდობის დროს, ხანძრის დროს, ბოტანიკურის გასასვლელი გვირაბი, ჭადრაკის სასახლის ქვემოთ, მთელი ვერის პარკის ქვემოთ უზარმაზარი სივრცეებია. ასეთი გახლავთ ქალაქში რამოდენად გახლავთ ასევე პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქვემოთ თქვენი გვირაბი გამოდის სანაპიროზე. ძალიან დიდი სივრცეებია გეოლოგიური ფაკულტეტის ქვემოთ და სამედიცინო დაწესებულებებს მოთხოვნებში ეწერათ პირდაპირ რომ ქონოდათ მიწისქვეშა საცავები. აი ქირურგიის ინსტიტუტის ქვემოთ რო ნახოთ უზარმაზარი, იმიტომ მოეთხოვებოდათ. და არა მარტო მათ საცხოვრებელ სახლებზე საბჭოთა პერიოდიდან წამოსული ასე ვთქვათ, რაგიღა ტენდენციას საომარი მოქმედებებისა მაშინ ასეთი იყო, იმდაგვარი ომი იყო, თავშესაფრებს აკეთებდნენ. გარწმუნებთ რომ აუცილებელი არის ხა აი ნებისმიერ თქვენგან საეკითხვა რომ დაგისვათ ყველაზე მშვიდობიანი და მშვიდობის ვთქვათ ისეთი ქვეყანა რომელი არის ალბათ შვეიცარია ხო ყველას პირველი აზრი ეგ მოვა ალბათ მსოფლიოში ყველაზე მეტი ბუნკერი და ეგ თავდაცვის საშუალებებს სწორედ შვეიცარიაში მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში არის სარგებლობა უსაფრთხოება და ეს არ ნიშნავს მარტო გეოდინამიკურ საფრთხეებს, ნიშნავს წყალდაცვის ზონებს, ნიშნავს სხვა შეზღუდვებს კიდევ ქალაქ გეგმარებით და მათ შორის მიწისქვეშა სივრცეების, ასე ვთქვათ, გამოყენებისა და ექსპლუატირების საკითხს. ჩვენ თბილისს გამოვარჩევთ მხოლოდ თავისი ლანდშაფტი და ლანდშაფტში შედის როგორც ბუნებრივი ლანდშაფტური არეალები, მდინარეები, მთები თავის ფერდობების სახით, ასევე ადამიანის მიერ შექმნილი. ამიტომ ლანდშაფტში ახლა მოიაზრება ერთობლივად ეს. თაწმინდა მაგალითად გახლავთ როგორც მთა ლანდშაფტური მნიშვნელოვანი ელემენტი, ასევე მასზე ფუნიკულიური შენობა, მამა დავითი და ასე შემდეგ. ზოგადად ასე უნდა წავიკითხოთ უკვე ლანდშაფტში ეს უნდა ვიგოთ. ამას რატო უყვები?
თბილისზე უკეთესი თქვენ ნაგებობებიც გინახავს, არქიტექტურაც ისა, მაგრამ ის ინდივიდუალობა, რაც მას აქვს, ეს არის ლანდშაფტი. მისი მთები და მდინარეები, ბუნებრივი სახით. მაგრამ ბუნებამ უნდა ისუნთქოს, ეს თავარი მოთხოვნაა, მაგრამ ჩვენ ბოლო 40-50 შეიძლება ცოტა მეტის, ჯერ კიდე საბჭოთა პერიოდიდან ჩვენ ვებრძოდით ბუნებას და ბუნებას ვაგდებდით ქალაქიდან. მტკვარს, როგორც მოგახსენეთ, აქვს 51 შენაკადი, ზოგი დიდი, ზოგი პატარა. ჩვენ სამწუხაროდ ათეული წლების წინ ისინი ამოვავსეთ. თავისუფლების მოედანი იყო პრაქტიკულად ხევი. და ეს არის გადახურული მთლიანად. ასევე მდინარე ვერე, რომელიც არის გადახურული, იქიდან მოდის, რა ქვია, ბულბულების ჭალიდან მთლიანად ვარაზის ხევი, კეკელის ქუჩა, ვარაის ხევი. მანდ იყო სერიოზული ხევი და იქიდან ვერედან ვაკეში გადადიოდა ხიდი. ტრაგედია რატო დატრიალდა 11 წელს. მტკვარმა ვერ გაატარა მდინარე ვერე, უბრალოდ ჩაიხერგა, თქვათ, რაღაც ნაწილები ამ გადახურულში და დაიტბორა სვანეძის ქუჩა, ხო? ამიტომ ვეცადოთ უნდა სადაც გავაფუჭეთ, მაგრამ სადაც ღია გვაქვს ეს სექტორები, ხეობები, ის არ უნდა ამოვაშენოთ შენობებით, რომ შეუწყოთ ხელი ინვერსიულ ნაკადებს. დაუბრუნდით სტუდიაში. ძალიან საინტერესო. ძალიან დიდი მადლობა სოფიოს, მართლა ესეთი საინტერესო სიუჟეტი არ ქვია ალბათ უფრო ინტერვიუებისთვის და იმ ადამიანებს, იმ სპეციალისტებს, პროფესიონალებს, ვინც მე პირველად გავიგე ძალიან ბევრი რამ ახლა რასაც ვისმენდი. შენაკადი აქვს? კი, თუნდაც. ხო, მოგე დიდი მადლობა სოფიო. და იცი რა, მაინც კი ახლა ჩვენ რაღაცა უფრო პროფესიულ ჭრილში მოვისმინეთ ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც ალბათ უფრო გვაინტერესებს იმ ადამიანების აზრი ამ შემთხვევაში ახლა, ვინც დაძრწის და ჩუმჩუმად იქ რაღაცებს აღმოაჩენენ ხოლმე და ყავს ორი არაჩვეულებრივი სტუმარი, რომლესაც სამივეს ძალიან გშურს 4-ს. დიგერი ალექს ტეტევოსიანი და ასევე დიგერი ოპერატორი, ჩვენი ოპერატორი, ტელეპიროლის თანამშრომელი. კი ბატონო და ფოტოგრაფი, ფოტოხელოვანი რატი კიკივაშვილი. მოგესალმებით. ალექსა, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ ხარ ჩვენთან ერთად და ძალიან დიდი მადლობა, რომ რაღაცებში გაგვარკვევთ ახლა. დიგერიც უნდა აღვხსნათ ალბათ ორი სიტყვით, ხო, ჩვენს ტელემაყურებელს და ხო, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც იკვლევს პრინციპში მიწისქვეშ შეთს მოდის ზოგადად და დანარჩენს მე ალბათ შენ უფრო კონკრეტულად იტყვი როგორ და რანაირად. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის. ხდება ხოლმე რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხოლმე, როცა ტელევიზიები ინტერესდებიან ხოლმე ამ თემით და ძალიან სასიამოვნო არის ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის ზოგადად. ზოგადად, ანუ ჩვენს დედაქალაქში და არა მარტო ჩვენს დედაქალაქში არის უამრავი ნაგებობა, რომელიც მილიონობით ადამიანის თვალისგან არის დამალული. და მათი დათვალიერება და ნახვა არის ძალიან დიდი სიამოვნება ჩვენთვის. და ნუ რა თქმა უნდა ყოველთვის ამ ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებით არის პრობლემა, რომ არავინ არაფერი არ იცის და გიწევს ნოლიდან ამ ყველაფრის მოძიება, ინტერნეტში ძებნა, რაღაც რუკების პოვნა, არქივში სიარული, ადგილობრივებთან რაღაც კომუნიკაცია და ბუნკერი თუ შეიძლება ჩაგიკითხო აქვე, აი რა იყო ყველაზე დიდი ბუნკერი თბილისის ქვეშ და აი რო ჩახვედი სულ პირველად რა იყო ის პირველი აღმოჩენა, რამაც ყველაზე ძალიან გაგაკვირვა და თქვი რომ ნუ ეს როგორ შეიძლება და რა ყოფილა. ყველაზე დიდი ბუნკერის კადრების ვხედავ. კი, თბილისში არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავშესაფარი, თავის დროზე ეს იყო საკომანდო პუნქტი თბილისის სამოქალაქო თავდაცვის ესე ეგრეთ წოდებული ცენტრალური შტაბი, რომელიც დღესდღეობით არის მიტოვებული, თუმცა სადღაც 2016-17 წლებში მახსოვს, როცა შიგნჯერ კიდე შუქიენთო და მუშაობდა დიზელ გენერატორი. ანუ ნაწილობრივ იყო მოქმედი ალბათ, ან რაღაცისთვის გამოიყენებოდა ალბათ იქაური კლუბი იყო იქ ბოტანიკური გვირაბში იყო. აქ არ იყო. არა, ბოტანიკური გვირაბში მეც მახსოვს. ხო და ჯერჯერობით ეს არის ყველაზე დიდი თავშესაფარი, ასე თუ ისე კარგად შენახული ჩვენს დედაქალაქში, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში ხოლმე გაუბედურებული არის იქაურობა ხოლმე, ცარიელი კედლები გვხვდება და ნაგავი. ესეც უკვე ნელ-ნელა ემსგავსება მაგ ასე ვთქვათ ფიტულს, მაგრამ ამ ბუნკერის მასშტაბი და მისი არქიტექტურა ნამდვილად შესანიშნავი და განსხვავებული არის.
თუ დააკვირდებით, მან ყველა გვირაბი არის თაღოვანი ფორმის, რაც იმას მიანიშნებს, რომ მისი მშენებლობა დაიწყეს ჯერ კიდევ 50-იან წლებში და თხრიდნენ კლდეს და უკვე თვითონ კლდე იყო მისი ბუნებრივი, ასე ვთქვათ, გუმბათი, რომელიც იცავდა ამ თავშესაფარს ბირთვული აფეთქებისგან და სხვა რაღაცა ზემოქმედებისგან. ახლა რასაც უყურებთ, რა სიღრმეზეა? სადღაც დაახლოებით 18 მეტრი, რაც მე დავთვალე, კი. იმიტომ რომ ის მთა, რომელიც მის თავზე არის, ცვლადი, ასე ვთქვათ, სიმაღლის არის, შესაბამისად რელიეფიდან გამომდინარე, კი. იქაც ახლა ნახავთ ალბათ გრუნტოვანი წყლები ჩადის უკვე ნელა ნადგურდება, იქაურობა, მაგრამ ძირითადად თავშესაფრები, რომლებიც აშენდა უკვე საბჭოთა კავშირის ბოლოსკენ, მაქსიმუმ ალბათ 5-10-15 მეტრის სიღრმეზე იყო ჩაშენებული მიწისქვეშა. რატი? როგორც ფოტოხელოვანს, მოდი ახლა ცოტა სხვა მხრიდან შევხედოთ ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო რაღაცებს აღმოაჩენდი. გაიყო შენთვის ყველაზე საინტერესო, რაც შენი დიდების პერიოდში აღმოაჩინე. აუ, სანამ დაიწყებს რატი საუბარს, მე მინდა ჩვენ ვიცით და მაყურებელს მინდა რატი გავაცნო რა მხრივ. ესე იგი ჩვენ როცა გადაღებებზე ვართ ხშირად რატის ისტორიები არის ყოველთვის ძალიან საინტერესო. არა მარტო მიწისქვეშა, მიწის ზედეთის ისტორიები. კი, ხან დათვი ხდება, ხან სად არის და ყოველთვის არის ადამიანი, რომელიც ეძებს სიახლეს, მიდის რისკზე და ალბათ ამიტომაც მიგიწია გულმა, რომ აღმოგეჩინა. კი და აქვე პატარა ამბავს საიდუმლოს გავანდობ ჩვენ ტელემაყურებელს, რატი დღეს აქ ძალით მოვიყვანე. და მოსვლა, იმიტომ რომ არ უყარს ეთერში ყოფნა და საუკაც მიღმა უყარს, მისი პროფესია. თუმცა ისე საინტერესოდ ყვება თავის ისტორიებს, რომ არ შეიძლებოდა ჩვენთან არ ყოფილიყო. ხო და ალექსისთან ერთად არ ყოფილიყო დღეს. აბარა. რატი, შენს ყველაზე საინტერესო აღმოჩენა მაინტერესებს? ყველაზე საინტერესო ეგრე ვერ გამოვყოფ, იმიტომ რომ ყველა თავისებურად საინტერესო იყო და ძალიან უკითხე უცნაურიო, უცნაური კონკრეტულად რამეს პოვნა კი არა, უფრო იქაურობა არის ხოლმე უცნაური. იდუმალი, რომ ზოგჯერ ჩადიხარ და შეიძლება დაგვდეს ისე ვისე დაალაგებული, როგორც დაალაგეს 10 წლების წინ. არა, მართლა. და დროის გაჩერების მომენტიც გაქვს რაღაც მომენტში რა, როცა იღებ და გულის საწყვეტი ის არის, რომ შეიძლება გადაიღე ეს ობიექტი, დააფიქსირე კადრზე და რამდენიმე ხნის მერე განადგურდა ეს ადგილი, აღარ არსებობს ამ რაღაც როგორც ხდება რა ეგრე არის და შენ ფირები აღმოაჩინე ხო მე მახსოვს რაღაცები კი იყო ფირები ძალიან დიდი კადრები იყო კი ეგენი ნახეთ ერთ-ერთი მიზეზი რატომ არ ვასაჯაროებთ ობიექტების ადგილმდებარეობას რატო? რათა ნაკლებმა ადამიანმა მოახდინოს იქ რამე ზეგავლენა, ვანდალიზმი და ასე შემდეგ. ეგეთია მეორეს ხო ხა თქვენ ნებართვით და ლეგალურად ჩადიხარ რეალურად ბევრგან შესვლა არ შეიძლება ხო მართალია? კი ახლა ძირითადად ჩვენ სადაც დავდივართ ღია ობიექტები არის და არანაირი დაპყრობილება არ ხდება თქვა არც დახურული კარი არც არაფერი. ალექს თუ არსებობს ისეთი ბუნკერები რომელიც დახურულია ნამდვილად და იმას ვერ შევეხებით ძალიანაც რომ გინდოდეთ. კი რა თქმა უნდა არსებობს ესეთი თავშესაფრები რაღაც სახელმწიფო სტრუქტურებთან არსებული თავშესაფრები, სადაც ფიზიკურად ვერ შეხვალთ. მე ამ შემთხვევაში რაც ფუნქციონალურია კი, მაგრამ რაც ფუნქციაში აღარ არის დღეს და ვთქვათ, აი ესეთი მიტოვებულია, თუ არის ისეთი, რომელიც არ არის ფუნქციური ამ შემთხვევაში, მაგრამ ვერ შედიხართ მაინც. შეიძლება იყოს კერძო ტერიტორია და მან ბუნებრივია ვერ შედიხარ, ან შეიძლება იყოს ჩახერგილი ფიზიკურად რაღაცა ჩამოინგრა მაგალითად შესასვლელი ან დაიტბორა რაღაცა და უსაფრთხოების მიზნით არ შეიძლება კიდე ხო რაღაცა კი მან ხა საფრთხე არის ყოველთვის იმისი რომ შეიძლება რაღაცა ჩაიხერგოს სადმე ჩავარდეთ კიდევაც სპეციალური ეკიპირებით მიდიხართ ხოლმე თუ ჩვეულებრივად ესე შეგიძლია წახვიდეთ თუ რაღაცა განსაკუთრებული გააჩნია თავშესაფარს როგორ გააჩნია თავშესაფარს ახლა პირველად როცა მივდივართ რაიმე თქვა ობიექტზე და არ ვიცით მან რა დახვდება მაქსიმალურად ყველაფერი მოგვაქვს და აუცილებელი ნივთები ვფიქრობ არის თავფანარი დახმარება სამედიცინო დახმარების პაკეტი რომელიც დაგვაქვს რამე რომ მოხდეს ჟანგბადი სათადარიგო ფანარიც ჟანგბადი არა არ დაგჭირვებია არასდროს ხო რადიაციის საზომი მე ამა ყოველთვის აი რადიაციის საზომი და ეკიპირება ახსენდა შეიძლება რომ აქ ჩაგერთებ და მე ვიცი რომ არა მხოლოდ თბილისში არამედ შენ სოფლიო მასშტაბით არაერთ ქვეყანაში ხარ სხვადასხვა ქალაქების მიწისქვეშეთში ნამყოფი და მიწისქვეშეთს რომ თავი დავანებოთ ასევე ჩახვედი ჩერნობილში ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო შეიძლება რომ იმედი მაქვს ჩვენ პროდიუსერები არ გვიწყენენ თუ ამ გამოცდილებასაც მოყვება ალექსი იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ყველასთვის იდუმალია მაინც დღესაც კი ჩერნობილი
კი, 2017-18 წლებში ვიყავი უკრაინაში, ზაფხულის პერიოდში და ჩემ ბავშვობის ოცნება იყო მოხვედრილიყავი ჩერნობილის ზონაში და არსებობს ოფიციალური ექსკურსიები, რომლებიც საკმაოდ მოსაწყენია და თან ძალიან ძვირი. არის მეორე ხერხი, იმ დროს ყოველ შემთხვევაში იყო, ვიპარებოდით და დავდიოდით ჩვენ, ესე ვთქვათ, ჩვენს ნებაზე, ყველაფერს ვათვალიერებდით და ვპოულობდით ხოლმე რამე მიტოვებულ სახლს ან მიტოვებულ ბინებს, სადაც რადიაციის დონე იყო მისაღები, ვჩერდებოდით მანდ, რამდენიმე დღე. კი, ერთხელ 7 დღე ვცხოვრობდი, ერთხელ 10 დღე. და მე დღის მანძილზე გავდიოდით, ვათვალიერებდით ყველაფერს. იქ რომც რაიმე პრობლემა შექმნილიყო, ანუ ის ჯარიმა იმდენად მცირე იყო, რომ ოფიციალურ ექსკურსიაზე უფრო იაფი გამოდიოდა ის ჯარიმა. და გვიღირდა მოკლედ ერთი სიტყვით და ისტორიულადაც ისე მოხდა, რომ საქართველოს პირველი ადამიანი ვიყავი, ვინც მანდ არაოფიციალურად ჩავიდა და მართლა უნიკალური კადრები წამოვიღეთ იქიდან. აი, ძალიან საინტერესო იყო და ჩემ პირველი, ასე ვთქვათ, შეხება იყო მაშინ რადიაციასთან. კიევში ეგრეთ წოდებულ რაღაც მშრალ ხიდზე ვიყიდე რადიაციის საზომი და მაგით ზომავდი, მე საქართველოში ჩამოვიტანე ის საზომი და აქაც მადგება. მან კიევის სხვადასხვა სპეციალური ლაბორატორია იყო, სადაც მე მივიტანე და შემიმოწმეს, მითხრეს ცნობილებაც რამდენი ქონდა ყველაფერი, მოკლედ იქ ეს ყველაფერი ძალიან ესე ხელმისაწვდომი არის. ძალიან. დაუბრუნდეთ ახლა ისევ თბილისში. თბილისს ხო აუცილებლად. რატი? რა მეინტერესებს იცი, აი, როცა მიდიხარ, ეს ეკიპირებაზე კიდევ ერთხელ მინდა რა, შენ შემთხვევაში აი რა მიგაქვს კონკრეტულად, რატო გეკითხები, იცი? მე მგონია რომ უნდა წამიყვანოთ. ყოველ შემთხვევაში მე მზადები და მინდა ვიცოდე აი რა დამჭირდება. პირველად რომ მივდივარ. პირველ რიგში უნდა გქონდეს თავფანარი, სასურველი, ხელფანარიც შეიძლება იყოს. ის მეორე ფანარიც სათადარიგოც რო გქონდეს, კარგი იქნება, პირველი დახმარება. ტუჩსაცხი? ტუჩსაცხი. სარკე. სარკე, სამარცხელი. სელფის ჯოხი. ფოტოაპარატის და შტატივის გარეშე არსად არ დავდივარ. დამატებითი განათებების გარეშე არსად არ დავდივარ. და არ გეშინია, ეხლა ცოტა მოკითხვა შეიძლება, მაგრამ მე არ გულისხმობ ხა სიბნელის რო არ გეშინიათ, გასაგებია და რაღაც ეს. მე გეტყვი საით მიყავს ეხლა. არა. გირთხებისკენ მიყავს და რაღაცები. არა, თუნდაც არ ვიცი, აი რაღაცა უცებ მიდიხარ აბსოლუტურად მიტოვებულ ან რაღაცა მიმომწამლავი ნივთიერება იყოს, ან რაღაცა რასაც სუნთქავი შეიძლება არ იყოს. ამ ბუნკერებში ხო რეალურად ნესტია და ობია და ობიც ალერგიულია და საშიშია. არ არის საშიში. ზოგიერთი ადგილი ვენტილაცია ხდება შიგნით, ვენტილირება. არის? კი. დაიცეთ ბოდიში. აი რაღაც არის იმის საშიშროება, რომ დაიტბოროს ვინ ყურადღებას აქცევს არ აქცევს. არავინ ყურადღებას. არა, შეხედე კარგად. რა მდგომარეობაშია და ფაქტია, რომ არავინ არ არის ამის აი ყველაზე საინტერესო თუ ვინ არ თქვათ ადგილი, მაგრამ თქვათ რაღაც რომელი იყო თბილისში რომელი არის ყველაზე გამორჩეული და საინტერესო ბუნკერი? ერთ-ერთი თავსაფარი არის, სადაც დღემდე შუქიანთია და გამართულად მუშაობს ვენტილაცია. უბრალოდ ღილაკს დააჭერთ, ირთვება ძრავი და შიგნით ხდება ჰაერის. ნიკას გავაკეთე. ის ძველი საბჭოთა, ასე ვთქვათ, პლაკატი ყველაფერია, აი თავის ადგილას დევს და მოკლედ პირველად რო ჩავედი, მეც ისეთი ვიყავი, რომ ნუ თუ არსებობს. იმიტომ რომ საქართველოში ესეთი თავშესაფრები, თითქმის არ შემხვედრია, ძირთად უცხოეთში იყო ესეთი გამოცდილება. აი გმინდა და სხვა შეს მეკითხა და კი აღნიშნე, მაგრამ მაინც თუ არის ისეთი ნივთი, ან რაღაც განსაკუთრებულობა, ან წარწერა, ან რაღაც ისეთი, რაც აი ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ. ან საერთოდ ადექით და წამოიღეთ სახში როგორც რაღაცა ნივთი. ხართული წარწერები ხართული წარწერები საკმაოდ იშვიათია კი, მაგრამ ხდება კი. წარწერები ძირთად რუსულად არის ხოლმე. მე მგონია რომ საბჭოთა დროის გარდა კიდევ ძალიან საინტერესო იქნება და იქ თუ წაგვიყვანთ მე და ანა აუცილებლად მოვდივართ აბანოთუბნის და სოლოლაკის ქვეშ ძალიან ძველი თბილისი, სადაც ამბობენ რომ სულ სხვა ქალაქია გაშენებული, არ შეიძლება ამაში მე ვწდები და სულაც არ ვარ მართალი, მაგრამ ძველი თბილისი მიწისქვეშეთშია მოხვედრილი, სხვა ქალაქი აბსოლუტურად და ეს ყველაფერი შეგვიძლია თუ დაგეგმეთ ეს წასვლა, დაგვპირდით რომ აუცილებლად წაგვიყვანთ. გამახსენდა, ეხლა გამახსენდა, რატი შენ ფოტოებს მაჩვენებდი ადრე, ერთ-ერთი თავშესაფრიდან არ ვიცი რა თქმა უნდა რომელი, მაგრამ რაღაცა პრეპარატები იყო, სადაც მაშინ მსჯელობდით რომ შეიძლება აქ რაღაცა სამედიცინო პუნქტი იყო. ხო იყო ასე, ხო არ მეშლება, რაღაც ბოთლები იყო, ნივთიერებები იყო. არ მეშლება. კი, იყო, გარკვეული ინვენტარი დაგვხდა, იქ მუზარადებიც იყო.
მუზარადებით და მედიკამენტებით, პირველი დახმარების მასშტაბელი მედიკამენტები. ხო ეგ. აი ეს ყვითელი აფთიაქი. ყვითელი აფთიაქი. ტრის ასე მედიკამენტები დღეს რამდენი წლის არის უკვე? მაგაზე რაც ჩაში იყენებენ შეთქვი. იმათ ვადა გავუვიდათ, მგონი სანამ დავიბადებოდი. 70 წლის წინ გავუვიდა ვადა. არა, ხშირად ხდება ხოლმე ესეთი ყვითელი აფთიაქები არის, ზოგან 10-ობით, 100-ობით ცალი ყრია ხოლმე და ну ლეგენდის თანახმად შიგნით იყო რაღაცა შპრიცი, სადაც იყო რაღაცა ნარკოტიკული ნივთიერება, მაგრამ რამდენჯერაც ვიპოვე ეს აფთიაქი, ეგ შპრიცი არსად არიდო. ლეგენდა დარჩა. და ხო, ну შიგნით დევს ხოლმე რაღაც ხშირ შემთხვევაში ცარიელი ესეთი კაფსულები, სადაც უნდა ყოფილიყო რაღაც ანტირადიაციული, ტკივილგამაყუჩებელი, ფაღარათის საწინააღმდეგო აბები და ну საბჭოთა კავშირის დროს ამას ალბათ, რა ვიცი, ფიქრობდნენ რომ ოდესღაც გამოადგებოდათ. არის თუ არა სრულად ასე ვთქვათ აღრიცხული იმ ბუნკერების რაოდენობა, რაც რეალურად არსებობს ჩვენს მიწისქვეშეთში? ну თბილისში დაახლოებით 500-მდე თავშესაფარი არის, ასე თუ. რა? მართლა? აუ, ერთსაც ვიკითხავ რა. ასეთი აზრი მუსირებს ჩვენში, რომ არსებობს პიქტოგრამა ჩვენს ქალაქის ქვეშ და ეს პიქტოგრამა იკვრება სხვადასხვა ბუნკერების საშუალებით. ეს ახლა მითია და უბრალოდ ჭორია და ლაპარაკობთ ამაზე, თუ შეიძლება სადღაც რეალობაც იყოს. ну ის პიქტოგრამაზე სხვაშორის ბევრს მოუწერია ჩემთვის და მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ რაღაცა წარმოსადგენი ის არის, რომ უნდათ წარმოსახვა რომ აი უნდათ რომ ესე იყოს, თორემ მაგ პიქტოგრამის დახატვა შეიძლება რაღაც ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ შენობების შორის უბრალოდ არის ხალხი, ვისაც რაღაცა ეს თეორია მოსწონს და ვიზახიან რომ აი მანდ რაღაცა კი ჯერ არ გვიპოვია. კუნინძებზე მაინტერესებს, ჩემი მთელი ბავშვობის ოცნება იყო, რომ მოხვედრილიყავი იმ რაღაც გაუყავალავ სიტუაციაში, სადაც კუნინძები შემხვდება. ეს ბუნკერებს არ ეხება, ეს მეტრო სისტემა არის. აჰა, ბოდიში. უერთდება. არა, ეგ კანალიზაციაში ცხოვრობდნენ, მგონი. თუ კანალიზაციაში მართალი ხარ ფლატ. ხო და მეტრო რო გაიყვანეს თბილისის ქვეშ რაღაცა და მერე მოხდა ამ ბუნკერების დაკავშირება და რაღაცა ფუნქციას დაკარგა, ხო მართალია? ну ალბათ ლეგენდის თანახმად რაღაც თავშესაფრები არის, რომელიც მეტროს უკავშირდება, ეხლა მე არ ჩავსულ არ მანდ არ ვიცი, მაგრამ ну არსებობს კიდე დაუმთავრებელი მესამე ხაზი, მაგალითად მეტროსი, იქაც რამდენიმე შახტა არის, რომელიც დღემდე გამოსადეგარი არის და იმედია იმ მესამე ხაზს ოდესმე მეაშენებენ, იმიტომ რომ მართლა გვჭირდება, ვთქვათ, ეგ განვითარება სატრანსპორტო. დანარჩენი რა ვიცი, ანუ არსებობს მიწისქვეშა მდინარეებიც. აი მდინარეებზე ვილაპარაკ. ერთ-ერთი ყოფილვარ დიდიღომში არის მდინარე წორწორახევი, თუ არ ვცდები და ჩადის ესე იგი თიდან და იქცევა უკვე კოლექტორში დაახლოებით უკვე აი დიდიღმის მეოთხე მიკრორაიონი. ერთ-ერთი ყოფილვარ რას ნიშნავს, როგორ ჩახვედი? იქ ხო დახურული ხელოვნურად დახურული. ანუ ის და საწყისი რაც იყო მდინარის, მაგალითად ადგილი იყო ღია და ნუ ჩვეულებრივ არის დახურული ხელოვნურად. კი, მე უკვე ზემოდან არის ბეტონით ფილები დაფარული და სიგრძე ნუ მიახლოებით მე როგორც გავთვალე იყო 5.5 კილომეტრი. და მან სპეციალური კომბინიზონით ვიყავით ჩასულები მე და ჩემი მეგობარი და სადღაც აი უბემდე და ცოტა ზემოთაც იყო ადგილ-ადგილ წყალი და გამოვედით უკვე მტკვრის სანაპიროზე. საიდანაც უკვე ჩვენ ამოვედით გზას. გაიარეთ მიწის ქვეშ. თან ყოველ ჯერზე რაღაც დაბრკოლება ხდებოდა ჩვენ და ვფიქრობდით რომ არა ეხლა უნდა მოუბრუნდეთ. აი დაბრკოლება რა როგორია? ზოგან იყო მაგალითად დაღმართი საკმაოდ ციცაბო და სრიალებდა ფეხი და ის ქვემოთ წყალი რაც იდგა ჩვენ არ ვიცოდით რამხელა სიღრმე არის თან ძალიან ბევრი корпуსის კანალიზაციაც ჩადიოდა ისეთი რომ არალეგალურად ჩაყვანილი არის იმიტომ რომ მაგ მიწისქვეშა მდინარეებში კანალიზაცია არ უნდა იყოს თალკის სისტემა უნდა იყოს მაგისთვის და ნუ ეხა არ იქნებოდა სასიამოვნო იმ წყალში ასე თქვათ ჩავარდნა და ხო მაგისთვის რაღაც თოკები გამოვიყენეთ ნელ-ნელა ასე თქვათ ნაწილობრივ კუნინძე ყოფილი უბრალოდ კვლევარი კი ხო კიდე ერთი საინტერესო ლეგენდა არსებობს რომ ცირკის ქვეშ არის რაღაცნაირი გრანდიოზული ბუნკერი რომელიც ბერიამ ააშენებინა და საცავინო ყოფილიყო კი სხვაშორის მაგაზე ძალიან დიდი დრო დავხარჯე ამ კვლევაზე ძებნაში ამ მთელი ანუ ცირკის გარშემო ტერიტორია მქონდა შემოვლილი რაღაცა რატი ძველი რაღაცა ისტორიული სურათებსაც მიგზავნიდა ხოლმე და ну მე ერთ-ერთ ფორუმზე, ну ძირთადად რაღაც რუსულ ფორუმებზე ხდება ინფორმაცია, იმიტომ რომ, რავი,
საბჭოთა დროინდელი ობიექტები არის მაინც და მაგაზე ინფორმაცია არის, რომ მოკლედ ვიპოვეთ საბუთები, მანდ იყო დასკანირებული საბუთები არქივის, სადაც ეწერა, რომ ცირკის ქვეშ ქანები რაც არის, იყო არაშესაბამისი ბუნკერის მშენებლობისთვის და შესაბამისად ის ბუნკერი საბოლოო ჯამში აშენდა, ოღონდ ცოტა მოშორებით და ცოტა სხვა ფუნქცია მიენიჭა მერე თამაკ თავშესაფარს კი. ანუ იქ ხო რელიეფს და ქანების გამო ვერ აშენდა. ხო, მან ბუნებრივია ჯერ რაღაცა კვლევები მიდის, იმიტომ რომ ესა მიწისქვეშა ნაგებობის მშენებლობა მარტივი არ არის. ისე მე ბევრჯერ მომისმენია რომ აი ხალხი ამბობს რა მოხდება თქვათ რომელიმე ბუნკერი თუ თავშესაფარი რომ რეკონსტრუქცია გაკეთდეს და გამოვიყენოთ ან მუზეუმად ან აქვს რომელიმე თავშესაფარს აქვს იმის პოტენციალი რომ შეუერთდეს თბილისის დღევანდელ სახლს როგორც სტუდის სივრცე თუნდაც ან მუზეუმი არ ვიცი. კი რა თქმა უნდა და ვფიქრობ რომ მართლაც შესაბამისი თავშესაფრები გვაქვს ჯერჯერობით და იდეაც მართლა ძალიან კარგი არის იმიტომ რომ თქვათ იგივე უკრაინაში რო ყოფილვარ, უნგრეთშიც რო ყოფილვარ, არის ძველი ბუნკერები, რომელიც მუზეუმად არის გადაკეთებული. ძალიან მაგარი ექსპონატები არის, შიგნით რაღაცა ინტერაქტიული, ასე ვთქვათ, ძველი აპარატურა არის, შეგიძლია რაღაცა წაეთამაშო და საკმაოდ საინტერესო არის და სახალისო. მაგალითად შვედეთის მოდელი რო ავიღოთ, შვედეთში ძალიან ბევრი თავშესაფარი არის კომერციულად გასხვისებული. თქვა სახელმწიფო აძლევს რომელიმე კერძო კომპანიას იმ თავშესაფარს ერთი პირობით რომ ის თავდაცვითი ნაგებობის ინფრასტრუქტურა რაც არის ჰერმეტული კარები, სავენტილაციო სისტემა, ყველაფერი უნდა იყოს შენარჩუნებული. ანუ შეიძლება იყოს ღამის კლუბი მაგალითად ან რაღაცა რესტორანი. თუ რამეა თავის ფუნქცია უნდა შეასრულოს და მართლაც ძალიან მაგარია, იმიტომ რომ სახელმწიფო თავისგან მოიშორა ის ხარჯები და ამავდროულად ბიზნესიც იყენებს ამ თავშესაფრებს, რაც ძალიან კარგი სიმბიოზი არის, თქვა კერძო სექტორსა და სახელმწიფო სექტორს შორის და ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია ნამდვილად. და ესეთი ბუნკერები რეალურად არსებობს თბილისშიც, რომ ანუ გაშლილი სივრცე, დავეტიეთ, მუზეუმად გადავაკეთეთ და ასე შემდეგ. და 500-დან რამდენში ხართ ნამყოფი? ალბათ ჯამში რამდენიმე ათეულში, საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ხელმისაწვდომი აღმოჩნდა უბრალოდ. დანარჩენები ახლა ან დაკეტილი არის, ან უბრალოდ რაღაც ისი რომ არ უნდა იყოს თავშესაფარი, მოდიხარ და თურმე ის თავშესაფარი დაანგრია ზემოდან კორპუსი აშენეს მაგალითად. რატი არ ქონია ესეთი არ ვიცი ახლა მომივიდა ესე იდეა რომ ძალიან კარგი ფოტოგრაფი ხარ, ძალიან კარგ ფოტოებს იღებ და დარწმუნებული ვარ შენი კამერით დადიხარ ამ თავშესაფრებში და იღებ, მაგრამ აი ფოტოსესია რომ გაგეკეთებინა მაგალითად რომელიმე ბუნკერში არ ქონია ესეთი იდეა? იდეა იყო, მაგრამ ჯერ არ გამეხორციელებია ეგ. რაღაცა ძირთად ერთმანეთს უკეთ. განახორციელებ, მე თანახი. აი საით წაიყვანა ნახე. რატისთან ერთად რო დავდივართ ხოლმე, ანუ მე ხო ვიღებ რაღაცა იქ ჩემთვის YouTube-ისთვის სურათებს რაღაცა და მარტო როცა ვარ ან სხვა ვინმესთან ვარ ჩასული ხოლმე, ძირთადად არის ის სურათები, რაც მე გადავიღე და მე არ ჩანვარ და რატისთან ერთად რო დავდივარ ხანდახან მეც ჩანდა და მეც кай ფოტოები ვუყურებ. ხო, იქ ძირითადად ერთად დავდივართ ვეხმარებით ხოლმე შუქის დაყენებაში რაღაცა ახლა და საბოლოო ჯამში кай კადრები გამონდეს ნამდვილად. და აი კარგი, თქვენ ორი ესე ხშირად სტუმრობთ ან ბუნკერებს. ბევრია ასეთი ადამიანი თბილისში, საქართველოში? ბოლო პერიოდში მომრავლდა. ბატონო? ბოლო პერიოდში მომრავლდა. მომრავლდა. კი. ჩვენი გუნდი ალბათ დასაწყისში და მაგიტო სწორედ ხო და თან მე მგონია რომ პროფესიონალებმა ალბათ რაღაცა რჩევები უნდა მისცეთ ჩემნაირ ტიპებს რომ ხა უცბად ავდგე და ავიკრიფო და სადღაც შევძრე ხო შეიძლება? კი, რა თქმა უნდა, შეიძლება, უბრალოდ თავიდან უნდა გაითვალისწინოთ რაღაც გარკვეული უსაფრთხოების ზომები, გქონდათ შესაბამისი აღჭურვილობა, პირველი ის რომ მარტო არ უნდა წახვიდეთ. მარტო არ უნდა წახვიდეთ არასდროს, იმიტომ რომ ზემოთაც უნდა იცოდეს ხომ რომ იქ წახვედით. დაახლოებით სადმიდი, სადმიდი დავუკვირდეთ. ზემოთ უნდა ვიღაცა არსებობდეს, თუ რაღაცა მოხდა ამდენ საათში არ ამოხვედი განგაში. რა საფრთხეს შეიცავს მაინც? აი რა ალბათობა შეიძლება რომ იყოს? შეიძლება იყოს მაგალითად ორდონიანი თავშესაფარი და შეიძლება უბრალოდ ვიღაცა ჩავარდეს. აი ეგეთი ძალი ორდონიანებიც გქონდა? კი, რა თქმა უნდა და შეიძლება უბრალოდ ჩავარდეთ, მოიტეხოთ ფეხი და ვერ ამოხვიდეთ და იქ არიჭერს ტელეფონი და ვიღაც მეორე კაცმა უნდა გამოვიდეს გარეთ, რომ
ვიღაც გამოიძახოს თუნდაც სასტრაფო ან ვინმე ადამიანი მოიყვანოს და დაგეხმაროთ. იცოდეს რომ 2 საათში არ დაბრუნდი და დაგიწყო. კი, რომ იცოდეს უკვე სად გეძებოს, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის. არის ეს ტელეფონი არ მომეწონა, აღარ მოვდიო. იცი შეგიძლია ბოლოკასავით რომ გაჭიმო ხაზის ტელეფონი. შეიძლება. კი, და არის ხო? ტელეფონი მიამაგრე და ხაზები გიქნება გაყვანილია. ნუ თუ არ არის ჩაჭრილი, თეორიაში შეიძლება ერთ თავშესაფრიდან მეორეში დარეკვა და აუცილებლად უნდა გქონდეთ ფანარი, სასურველია 2 ცალ-ცალკე, ერთი დაგივარდათ, გაგიფუჭდათ, გაგიტყდათ, მეორეს გამოიყენებთ. ნუ იყო შემთხვევები, როცა რაღაცა იქ სანთებელის შუგზეც გამოსულ ვართ. რაღაც ერთი ფანარი იყო, დაჯდა და რა ვქნათ და იყო ხოლმე შემთხვევები, მაგრამ ნუ ეგ უკვე ისეთი იყო უკიდურესი სიტუაცია. ალგაუნტარი ფეხსაცმელი შარვალი. ნუ გაჩნია თავშესაფარს, ანუ თუ თქვათ არის მშრალი, უბრალოდ სქელძირიანი ფეხსაცმელი გჭირდებათ, რომ იქ რაღაცა ლურსმანს არ დააბიჯოთ ან რაღაცა, რომ ფეხი იყოს დაცული. ასევე სამედიცინო დახმარების პატარა რაღაც პაკეტი უნდა გქონდეთ თან წამოღებული, რამე რომ დაგჭირდეთ. რაღაც ანტავიკიდან დაწყებული, იქ ნიშადური დამთავრებული და ბევრი სხვა რამე. ასევე იქ თავშესაფრებში არის ძველი გაყვანილობა, რომელიც ესე კაბელები არის გამოჩხერილი ხოლმე და არავინ არ იცის მან დენი არის, არ არის. თეორიაში შეიძლება არ იყოს, მაგრამ ნუ პრაქტიკაში შეიძლება იყოს და ჯობია არ შევეხოთ ხოლმე მაგას. არის რაღაცა ჩამრთველები, ონკანები, მაგასაც არ შევეხოთ, არავინ არ იცის, ნუ რა შეიძლება მოყვეს მაგალითად მაგას. შეიძლება ის ონკანი მოძვრეს და წყალი წამოვიდეს და იტბოროს თავშესაფარი. ანუ რაღაცა მოხდეს, კი. ასევე, რავი, შიგნით არ უნდა მოწიოთ სიგარეტი, იმიტომ რომ ზოგი არ ვენტილირდება და შეიძლება რაღაც ფეთქებადი რაღაც აირი იყოს დაგროვილი, ხო, დაგროვებული. და ნუ აირწინაღები საჭიროა, ან რაღაცა რესპირატორები? აირწინაღების გამოყენება, ნუ რეკომენდირებული არის, თუმცა აუცილებელი არ არის. მტვერი არის? მტვერი, რაღაცა თქვათ იქ სოკო ბაქტერია თუ მაგაზე თქვათ გაქვთ ალერგია და რაღაც გართულება სასუნგზებთან. ჯობია რომ გამოიყენოთ, ხო, მაგრამ ნუ თუ რაღაც სუფთა თავშესაფარი არის, ძამტრიანი არის, ხოლმე არ ვიყენებ, იმიტომ რომ იქ ვიდეოს გადაღებისას ნუ ხა თქვენ უკვე იცით სად რო ხო, თუმცა ხო, ნუ არის რაღაც შემთხვევები, როცა არ იცი რა არის, მით უმეტეს თუ გვხვდება რაღაცა ძველი ქიმიკატები, რაღაცა შეიძლება რადიოაქტიული ნივთიერებაც, ჯობია რომ მაქსიმალურად რაღაც თავი დაიცვათ. რადიაციის აზომვის მაინც ჯობია რომ პროფესიონალთან ერთად წავიდეთ და მარტო არ მივიღოთ. კი, თუ გადაწყვეტ რომ იმოგზაუროთ თბილისის მიწისქვეშაში, ეგე არაჩვეულებრივი ადამიანები და არ დაეზარებათ, ჯობია რომ მათთან ერთად ვიმოგზაუროთ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა, ჩემთვის და ანასთვის და ნიკასთვის და ვახოსთვისაც რა თქმა უნდა და ჩვენც ვართ მოკლედ. თქვენ რომ წახვალთ, იმედი მაქვს რომ ჩაგვაყენებთ საქმის კურსი, ახლა ვახოსთან გადავალთ, მე